თქვენ ახლა კაცი ხედავთ კახა კალაზის მიერ მობილიზებულ ხალხს ამ ხალხის გარეშე თბილისის მერი ვერ გადაადგილდება ეს ადამიანები იმისთვის ყავს აქ მოყვანილი რომ შეიქმნას იმიტაცია ზეიმის ტიტუშკების მობილიზება დაიწყო კახა კალაძემ იმისთვის რომ თითქოს ბევრი ადამიანი გამოვიდა ორბელიანის მოედანზე მათ შორის არიან სიპების აიპების თანამშრომლები ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს არ გვაძლევენ შესაძლებლობას მიუახლოვდეთ თბილისის მერს კახა კალაძეს თქო ვიბრძანდებით ერთი წამი ოპერატორი ადი რა ერთი გავუსვი ნუ მთხრი როგორ ბედა ოპერატორთან რომ მიდიხარ როგორ ბედა ოპერატორთან რომ მიდიხარ სახეს რატომ გაიყვანე სახეს რატომ ავალ თქვენ ახლა კაცი ხედავთ როგორ ძალადობენ ოპერატორებზე რომ არ გადავიღოთ არ ვაჩვენოთ ვინ ხართ ხელს ნუმყიდებ ვინ ხართ ამისთვის მოგიყვანა კალაძე ჟურნალისტი ეს ნუმკრო შენი დედა ნორმა ეგრე აგინე დედა შენს ცოლს კიდევ გესმის არაფრის თავი რო არ გაქვს პასუხს რო ვერცემ კითხვას რისთვის მოგიყვანეს აქ რისთვის მოგიყვანეს აქ კახა კალაძეს მარტო გადაადგილება ეშინია ადი რა მოაშორე ეშინია ხო ხარ დაღელვებულები კახა კალაძის დაცვათ კახა კალაძის დაცვათ ხართ გადაქცეული საზეიმოდ უნდა მოსულიყავით და ზეიმის არაფერი გეტყობათ ხედავთ რა ვითარებაც არის ორბელიანზე კახა კალაძეს უნდა და ზეიმი იმიტირებული მოეწყო თუმცა ხედავთ რა ვითარება არის იგინებიან აგინებენ ყველას აბსოლუტურად ეს არიან საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ჩვენ გქონდა მცდელობა კახა კალაძისთვის დაგვესვა კითხვა გვეკითხა ტიტუშკების გარეშე რატომ ვეღარ გადაადგილდება ის და ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ ეს ფრაგმენტი ბატონო კახა ტიტუშკების გარეშე ვეღარ დადიხართ ბატონო კახა ტიტუშკების გარეშე ვეღარ დადიხართ ბატონო კახა ტიტუშკების გარეშე ვეღარ გადაადგილდებით ტიტუშკების გარეშე ვეღარ გადაადგილდებით დიახ მერის მოადგილე ხარ და აბა გამეცეთ კითხვაზე პასუხი ტიტუშკების გარეშე ვერ დადიხართ ვესად ხელს ნუმკიდებ ხო ხალხის გეშინია ხალხის გეშინია ტიტუშკების გარეშე როგორ ვერ გადაადგილდებით ტიტუშკების გარეშე როგორ ვერ გადაადგილდებით არ გამხურება სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ რომ კაცებთან ერთად აქ რამდენიმე აქტიური ქალბატონი ყავთ გამოყვანილი რომ მათ იერიში მოიტანონ ჟურნალისტებზე როგორც ჩანს გადაატრენინგეს მართველი პარტიის წარმომადგენლებმა მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და ახლა სრული მობილიზება მოაწყოს იმისთვის რომ აქ დახვედროდნენ კახა კალაძეს შეექმნათ განცდა თითქოს რომ კახა კალაძის დასახვედრად ბევრი ადამიანი მოვიდა მათ შორის თუმცა ხედავთ აი თქვენ ადამიანებს შუახნის ადამიანებსაც ვერ უწოდებ ამ ადამიანებს ეს არიან ის ადამიანები ვინც კახა კალაძემ მოიწვია აქ იმისთვის რომ ეზეიმა თუმცა ფაქტია რომ ზეიმი არ გამოვიდა ყველაფერი კი მაყურებელს გავახსენებ რომ დაიწყო იმით რომ ჩვენ მას ჟურნალისტმა მოახერხა ტიტუშკების იდენტიფიცირება მოახერხა იმ ადამიანების იდენტიფიცირება რომლებიც ჯერ სალომე ზურაბიშვილს მიუგზავნეს თავისუფლების მოედანზე ლაზერებით ანათებდნენ სახეზე და როგორც კი ამოვიცანით საჯარო მოხელეები გამგეობაში დასაქმებული ადამიანები ბუნებრივია აგრესიაზე გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ სიყვიერ შეურაცხყოფას ასევე ჩვენ ჟურნალისტს და ოპერატორს ცდილობდნენ რომ არ გაგვეშუქებინა და არ გვეჩვენებინა მაყურებლისთვის რა ხდებოდა რეალურად და როგორი იმიტაცია მოაწყო კახა კალაძემ ზეიმის მაშასი ასეთი არის ორბელიანის მოედანზე ვითარება ჩვენ ახლა დედაენის ბაღთან ვართ ჩამოსული აი აქაც მოწყობილი არის სპეციალური გასართობი საშუალებები თუმცა ხედავთ რომ კახა კალაძემ ერთ დიდ ცირკად აქცია დღევანდელი დღე იმოყვანილი ადამიანებით გამოყვანილი საჯარო მოხელეებით რომლების მთავარი დავალება დღეს იყო ის რომ გაარიყვნენ და მასის შტაბ-ეჭდილება შეექმნათ საზოგადოებისთვის რომ თითქოს ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში რადგან ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოება თვალს ადევნებს რა ხდება ათონელის ქუჩაზე მოწყობილ სოფელში იქ არ დადიან მოქალაქეები კინოჩვენებები იმართება
ხდება ისე რომ ერთი ადამიანიც კი არ ზის მოწყობილ კინოდარბაზში შესაბამისად კახაკალაძეს როგორც ჩანს შეაწუხა ამ ფაქტმა და მან მიიღო გადაწყვეტილება რომ აი ასეთი იმიტირებული ზეიმი მოეწყო დღეს თბილისელებისთვის